გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ კოალიცია ცვლილებების ლიდერი, ერთადერთი ლიდერი, რომელიც დარჩა გარეთ თავისუფლებაზე, ელენე ხოშტარია, იწყებს შიმშილობას. პრინციპში უკვე დაიწყო მან შიმშილობა რუსთაველის გამზირზე. რევოლუცია და გარეთ ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა. სწორედ ეს განცხადება გაკეთა პოლიტიკოსმა, ასე ვთქვათ, როგორც თავად ამბობს, შეურიგებელი ბრძოლის დაწყებამდე. ვიქტორ ყიფიანი, ჯეოკეისის თავმჯდომარეა ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. სხვა შორის ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში სულ სხვადასხვა მოწოდებები და ზრახვები და ხედვები გვესმის ოპოზიციონერ ლიდერებისგან. გუშინ ალეკორისაშვილი დიდ ეროვნულ შერიგებაზე საუბრობდა. დღეს ხოშტარიამ დაიწყო შიმშილობა. როგორ შეაფასებდით ოპოზიციონერი ლიდერების ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთმანეთთან სინქრონში ნამდვილად არ მოდის? ამიტომაც რთულია სინქრონულად შეფასება. საიდან დავიწყო არ ვიცი, სიმართლე გითხრათ დავიბენი, აბა დამეხმაროთ. ელენედან დავიწყოთ, როგორ ფიქრობთ, აი ესეთი რადიკალური ზომები იქონიებს თუ არა გავლენას ქართულ ოცნებაზე? ხო, ზოგადად ბუნებით არ ვარ მიდრეკილი ასეთი მოწოდებებისაკენ და მათ ასეთი მოწოდებებისადმი მაქვს ძალიან რთული და მტკივნეული მიმღებლობა. ჩვენ ერთი რამ არ დავივიწყოთ, თუმცა რა დაგვავიწყებს, რომ ჩვენ ქვეყანა ძალიან ცუდად შერჩა და დარჩა ისტორიაში სამოქალაქო დაპირისპირების მწვავე ფაზები. ჩვენ მრავალი წელი უნდებოდით შემდეგ ამა თუ იმ დაპირისპირების სამოქალაქო ომის თუ კონფლიქტის ნარჩენებისგან განთავისუფლებას. ამდენად ეს უნდა გვახსოვდეს. მეორე, რომ ნებისმიერ ასეთ მოვლენას მოყვება ძალიან ხანგრძლივი პერიოდი, ასევე არასტაბილურობის. მესამე და მთავარი არა ერთ-ერთი, რომ ასეთი რყევების შემდეგ ასევე მაღალი არის ალბათობა, რომ შემთხვევითი ელემენტები მოხვდნენ ქვეყნის სათავეში, რასაც ხელს უწყობს არასტაბილურობის გაგრძელებას. და ბარემ რო შევაფასო საბოლოოდ, ეხლა მაინც სიტყვა დამხობა ვიმეორებ, ძალიან ისე ვთქვათ ყურს ჭრის, მაგრამ ერთი რამ კი უნდა ვთქვათ, რომ მიკვირს ქართული ოცნების, რომელსაც ყოველთვის უნიკალური ნიჭი აქვს, რომ საპროტესტო დღესასრიგის შექმნას საკუთარი გამოისობით, საკუთარ ფეხშივე გასროლით და თუ მანდამაინც ელენეს მოწოდებას ჩვენ ამ შემთხვევაში პერეფრაზირებას გავუკეთებთ, დამხობაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ აი ქართულმა ოცნებამ თავისი ამ მოქმედებებით, რომ შეიძლება საკუთარი თავი ჩაიყენოს ძალიან რთულ ვითარებაში, თვით დამხობას ამას ვუწოდებ, იმიტომ რომ მაინც ფუძეში სიტყვა დამხობა არის, მაგრამ ამ ხრივ კი კიდევ ერთხელ მოუწოდებდი თითქოს და ზღვარს გადააბიჯეს, თითქოს და დღეს თქვი რომ რაღაც უკან მიბრუნების წერტილი გავლილი აქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ მაინც ჩვენი ეთერის მეშვეობით მოუწოდებდი, რომ ვითარება, რომელშიც შეიძლება მათ ქვეყანა შეიყვანონ, იქ გამარჯვებული არ იქნება, ჩვენ ყველანი ერთად დავმარცხდებით. მე მაინც მგონია, რომ ქართული ოცნება რაც დრო გადის, სულ უფრო მეტ შემგუებლობას ამჟღავნებს, როგორც გარე ფაქტორების, ასევე შიდა პროცესების მიმართ. თვითონ ოპოზიციაც საუბრობდა იმ რისკზე, რომ შესაძლებელია ზაფხულისთვის საპროტესტო მუხტი რაღაცნაირად არათუ განელებულიყო, საერთოდ მინავლებულიყო და გაქრობისკენ წასულიყო. ამიტომაც ამბობდნენ ისინი, რომ აუცილებელი იყო სხვადასხვა ნაბიჯებით ამ მუხტის გაძლიერება. ელენე ხოშტარიამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაიწყოს შიმშილობა, არა და სულ რაღაც 24 საათის წინ ალეკო ელისაშვილი, მათ შორის მასაც და უფრო, ასე ვთქვათ, რადიკალურად დაპირისპირებულ პოლიტიკოსებს მიხეილ სააკაშვილით დაწყებული და შალვა ნათელაშვილით დამთავრებული შერიგების ხელს უწვდიდა და დღესაც რჩება ამ მოლოდინის რეჟიმში, რომ შედგება დიდი ერთობა ოპოზიციური, მანამდე ყველაზე დაპირისპირებული პოლიტიკური ლიდერებისგან და ძალებისგან და ისინი შეძლებენ ერთიანი პოზიციის გარშემო გაერთიანებას. თუ ეს იქნება არჩევნები, ალეკოს მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილის გარშემო უნდა დაირაზმოს ჯერ პირველ რიგში ოპოზიციური ერთობა არჩევნების თუ ბოიკოტის შემთხვევაშიც კი და ის ამბობს, რომ თუ არჩევნების მონაწილეობის გადაწყვეტილებას მიიღებენ, სალომე ზურაბიშვილი არ იქნებოდა ცუდი მერობის
კანდიდატი. აი ამ ვერსიაზე რას ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია კონდეს რაღაცა შანსები ოპოზიციას თუ ამ გზით ივლის? ქალბატონო ება, ჩვენ ახლა ბოლო პერიოდში გაგვიკრიტიკებია ქართული ოპოზიცია, მაგრამ ახლა ისე მეძალა სურვილი რომ კვლავ კრიტიკის ქარცეცხლში თუ არა ყოველ შემთხვევაში სიოში მაინც გავხვიო, თუმცა ჩემი თავი დავიჭირე რომ დღეს ვითარება იმდენად არათანაბარი არის სახელმწიფო და ოპოზიციურ ფრთას შორის რომ აი რაღაც შინაგანი მუხრუჭები ასეთი სუსტი კრიტიკის საშუალებასაც არ მაძლევს, თუმცა კი მინდოდა მეთქვა რომ მოწოდებები, გაერთიანების, სხვადასხვა კონფიგურაციები, პლატფორმები ეხლა მტყველს გამგონიშნდებაო და სიმართლე რომ გითხრათ გადავიღალეთ უკვე ამ მოწოდებებით და ამ მოწოდებებმა უკვე თავისი ფასიც კი დაკარგა. ეხლა მე სხვა მოკლეზე ერთ ელემენტს მინდა მივაქციო ყურადღება, თქვენ თქვით რომ ქართულმა ოცნებამ გარკვეულწილად იმუნიტეტი გამოიმუშავა. გამოიმუშავა იმუნიტეტი როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების მიმართ, ასევე ქვეყნის გარეთ და მოდით გულწრფელად ვთქვათ ერთი რამ, აი თუნდაც ის საპროტესტო აქციები, რომლებიც რუსთაველზე იმართება, სადაც ეს ბოლო პერიოდი გრადუსი რბილად რო ვთქვათ, ძალიან მკვეთრად დაეცა და ძირითადად 20, 30, 40 თუ 50 კარგით 100 კაცი კეტავს რუსთაველის გამზირს და სხვათა შორის ეს მე ჩემ თავსაც ვაკრიტიკებ, იმიტომ რომ ხშირად რო ხედავ ეკრანს და გამოვთქვამ უკმაყოფილებას, მე ჩემ თავს ვეუსვამ კითხვა, შენ რატომ არ ახარ იქ? ეხლა მე ჩემ ისტორიას არ მოყვები, ხან ვარ, ხან არ ვარ, მაგრამ ნახეთ აქა ძალიან ჭკვიანური მეთოდი და მიდგომა შეიმუშავა ქართულმა ოცნებამ. ის ფაქტიურად აძლევს ამ საპროტესტო მუხტს საჯარო გამოვლინების კუთხით თვით ლუსტრირების საშუალებას, როგორ დასუსტდა, როგორ დაუძლურდა, ყოველ შემთხვევაში მათი გადმოსახედიდან ამ ფორმით, თორე პროტესტისადმე კი არ წასულა და აღარც ერევა უკვე. აი ესეც ძალიან ისეთი უცნაური და ძალიან გააზრებული მიდგომა არის. ფაქტიურად ხდება აი თვით ლუსტრაცია ოპონენტების მხრიდან, რომ ჩვენ ამაზე მეტი მუხტის გამოყვანა არ შეგვიძლია, ამაზე მეტი მუხტის აწევა არ შეგვიძლია. ეხლა რაც შეეხება არჩევნებს, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება კანდიდატი, მიუხედავად იმისა, როგორ შეჯერდებიან ეს პარტიები, მე მაინც მომხრე ვარ, არა სრული დამაჯერებლობით, რომ ჩვენ ვიფიქროთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. ასეთია ჩემი განწყობა, იმიტომ რომ ახლა ჩვენ დინამიკაზე ვსაუბრობდით და ახალ ბიძგზე ვსაუბრობდით ამ პროცესში და ჩემი აზრით თუ რამე შეუძლია ახლა ეს ბიძგი გააჩინოს, ერთ-ერთი შეიძლება იყოს ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ ერთი პირობით. ეს პირობები არის შემდეგი, რომ მოტივაცია სჭირდება საპროტესტო ამორჩეველს და ამას სჭირდება ძალიან დიდი მუშაობა, იმიტომ რომ საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ ერთი რამ ვნახეთ, რომ ქართულმა ოცნებამ მობილიზება მოუხდინა საკუთარ ამორჩეველს, ოპოზიციამ ვერ მოახდინა საკუთარი ამორჩევლის ბოლომდე მობილიზება და კიდევ ორი პირობა აუცილებელი არის ერთიანი სიებით გასვლა საკრებულოებთან დაკავშირებით და აუცილებელი არის ერთიანი მერობის კანდიდატებით გასვლა. აი ეს სამი წინაპირობა შექმნის უпростоრედ არჩევნებში მონაწილეობას მისცემს აზრს. სხვაგვარად ამ პირობების გარეშე მე პირადად აზრს ვერ ხედავ. ხო, არ არის ძალიან მარტივი წინაპირობა, განსაკუთრებით ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება, იმიტომ რომ თუ კი ვეძებთ მართლაც დიმიტრი გელოვანებს ჩვენს გარშემო, არ არიან ეს დიმიტრი გელოვანები, თანაც ისე უკვე მონდომებული და მოწადინებულები მოვიდნენ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ, ხო და რაღაცნაირად გახდნენ ოპოზიციური ფლანგის მიერ წარდგენილი კანდიდატები. აი სალომე ზურაბიშვილი ასეთ ვითარებაში შეიძლება იყოს განხილული ოპოზიციის მხრიდან, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონკურენტი ქართული ოცნების კანდიდატისა. შედარებითია ყველაფერი, რა თქმა უნდა, დღევანდელ სივრცეში ვერც ერთი კანდიდატი ვერ იქნება იდეალური, ეს შეუძლებელი არის, წარმოუდგენელია. თუ ვინმეს ალბათ შედარებით მეტი შანსი აქვს, ალბათ ქალბატონის სალომეს კაპიტალი პოლიტიკური, როგორც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ამას იმსახურებს. ჩვენ ერთი რამ კიდევ რაც უნდა აღვნიშნოთ, როდესაც კანდიდატის შერჩევაზე არის საუბარი, ეს არ არის მართალია არჩევნები არის ადგილობრივი მუნიციპალური, მაგრამ ეს პროცესი მე წარმომიდგენია ორ ეტაპიან მოვლენად. პირველი ეტაპი თუ დაგვირგვინდა ოპოზიციის გამარჯვებით დედაქალაქში ან რომელიმე სხვა ქალაქში, ეს აუცილებლად უნდა იყოს შესავალი გაცილებით უფრო დიდ მნიშვნელოვან და მეორე ეტაპში, რომელიც
ეროვნული მასშტაბით პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლას მოემსახურება. ამდენად, როდესაც ხშირად კითხვა არის, რომ ეს კანდიდატი უნდა იყოს თუ არა ფუნქციონერი საქალაქო მეურნეობაში გარკვეული და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ესეც არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ ალბათ ამ არჩევნების განზომილება დატვირთვა გაცილებით სხვა არის. ეს მეტწილად არის პოლიტიკური არჩევანი, ეს არის მეტწილად პოლიტიკური მანდატით ოპოზიციის აღჭურვა შემდგომი ნახტომისათვის, ვიდრე აი ვიწრო გაგებით თბილისის ან რომელიმე ქალაქის მერობამდე არჩევნების დაყვანა. მანამდე ალბათ მე მგონი ძალიან შორს მივდივართ ხოლმე ამ მსჯელობაში, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილს ჯერ არ დაუფიქსირებია, ყოველ შემთხვევაში არ მოუხდენია საკუთარი პოზიციის ცვლილება, ვიცით რომ ის ბოიკოტის ერთგული რჩება, მანამ სანამ არ იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩანიშნული ახალი საპარლამენტო არჩევნებიც. ჩვენ ევროპარლამენტარებისგან მოვისმინეთ მოთხოვნა, რომ პლებისციტზე დათანხმდეს ქართული ოცნება ადგილობრივ არჩევნებთან ერთად. არ ვიცი, იქნებ იმდენად დარწმუნებულია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, რომ ისეთი ძლიერი ზეწოლა ელოდება საერთაშორისო პარტნიორებისგან ქართულ ოცნებას, რომ უბრალოდ გარდაუვალი იქნება დათანხმდეს არ დათანხმდეს ახალ საპარლამენტო არჩევნებს, აი რა შეიძლება იყოს ეს ზეწოლა იმ პირობებში, როდესაც ვხედავთ, რომ ყველაზე ხისტ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ევროკავშირის გულისხმობის და ლიბერალიზაციის გაუქმებას არ არის ევროკავშირის ქვეყნებში ერთიანი პოზიცია. მე იმდენად დიდი ხათრი მაქვს თქვენი ქალბატონოება, როდესაც შორს მოგიწოდებ წავიდე, მეც პასუხში ამიტომ შორს მივდივარ. ეხლა რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, მე არ ვიცი რა თქმა უნდა მას კერძო საუბრებში რა შინაარსის ინფორმაციის გაცვლა ხდება და რის მოლოდინში არის. ეს ერთი გარემოება, მეორე გარემოება გემახსოვრება ჩვენ ერთხელ გამოვიყენეთ ეთერში ესეთი ცნობილი თეზა, რომ მას შემდეგ რაც ქალბატონმა სალომემ ორბელიანის ეფექტი უკან მოიტოვა, დრო დაჩქარდა მისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად კატეგორიული და კიდევ უფრო მეტად სალსახა გახდეს თავის პოზიციებში. მეტადრე რომ კანონს თუ ჩვენ შევხედავთ, ამ ხრივ ვადა დიდი არ დარჩა. აგვისტოში პრაქტიკულად ეს საკითხი უნდა იქნეს გადაწყვეტილი. რაღაც მინდოდა მე თქვა ამას და ხო, აი კიდევ ერთი საკითხი, რაც შეეხება აი სანქციები და ასე შემდეგ. არ მტოვებს განცდა და ეს არ არის მხოლოდ განცდა, არამედ გარკვეულ ინდიკატორებზე თუ მოგონებებზე თუ პარამეტრებზე შემიძლია დავაფუძნოთ ჩემი პასუხი, რომ ქართული ოცნება განსაკუთრებით მისი ლიდერშიპი მზად იყო მოვლენათა ასეთი განვითარებისთვის, რომ ქვეყანა დასავლური სამყაროს მხრიდან მოექცევოდა იზოლაციაში. ის შეგნებულად მიდიოდა ამაზე და უფრო მეტიც, რაც უფრო მეტად გაიზრდება წნეხი, ეს უფრო მეტად წაადგება ქართული ოცნების და ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ გავლენის ჯგუფებს, მათი სადეზინფორმაციო ნარატივის განვითარებაში და შესაბამისად გარკვეული პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური მიზნების მიღწევაში. ამდენად მე ასევე გეთანხმებით, რომ მე მგონი თქვით ერთხელ, რომ ევროკავშირი ძალიან უცნაური ქმნილება არის, მას აქვს თავისი ზღვარი საშუალებების, რომელიც იქედაც ის ვერ წავა. მე მაქვს დაბეჭდილება, მექნება რომ მან პრაქტიკულად ამ ზღვარს მიაღწია ეხლა და იმის იქეთ უკვე ვეღარ წავა. ეს სამართლებრივი ბუნებით არის განპირობებული, გადაწყვეტილებათა მიღების მექანიზმით არის განპირობებული. ამდენად ეს ერთი საკითხი და მეორე კიდევ ერთხელ აი მე არ მშურს დასავლელი დიპლომატების ასეთი გამონათქვამი არის catch-22, ანუ გამოუვალი ვითარება, აი საითენაც არ უნდა წახვიდე, ყველგან გამოუვალი ვითარება არის. ესე იგი რა მოქმედებას არ უნდა ახორციელებს დასავლური სამყარო შეეგუება, ხო მისაღები არის ქართული ოცნების, არ შეეგუება წნეხს გაზრდის, ამასაც გამოიყენებს ქართული ოცნება და მასთან დაკავშირებული ჯგუფები თავიანთი ბიზნესის მისაღწევად. ამიტომ, როდესაც იცით, აი შენ აზრს, დასავლეთის აზრს არათუ არანაირი მორალური წნეხი, არანაირი ეს ვთქვათ დატვირთვა არ აქვს, არამედ პირიქით მე შემიძლია საჩემოდ გამოვიყენო, რა თქმა უნდა, ასე დროს მე დასავლური პოლიტიკური კულტურისა და დიპლომატიის არ მშურს. კიდევ რა შეიძლება გამოიყენოს ქართულ მოოცნებამ სათავისოდ, იმიტომ რომ ოპოზიციის გარდა ქართულ ოცნებასაც ხომ აქვს საფიქრალი ადგილობრივი არჩევნებისთვის, ანუ მანაც უნდა მოახდინოს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება და რაღაცნაირად გულის მოგებაც შეძლოს მათი. ეხლა რასაც ვხედავთ ხო პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ქართულ ოცნებაში, სულ უფრო კვიდრდება
მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მიმდინარეობს ირაკლი კობახიძისთვის ხელისუფლების თუ აბსოლუტური ხელისუფლების, ასე ვთქვათ, გადაბარების პროცესი. დღეს ვნახეთ მისი ანგარიში პარლამენტში. აქცენტები იყო გაკეთებული ძირითადად მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, იყო აქცენტი კორუფციაზე, იყო საუბარი ომიდან თავისაცლებაზე, ისიც კი თქვა, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და დიდ ომებში ვერ ჩავერთვებით, თუმცა არც პატარა ომებში არ უნდა ჩავერთოთ და ერთადერთი ბრძოლის ასპარეზი ჩვენთვის შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში სპორტი და იქ უნდა დავიპყროთ სიმაღლეები. და აი ხაზგასმა კორუფციასთან ბრძოლის კორუფციასთან შეურიგებელი ბრძოლის თაობაზე ბევრისთვის იყო მინიშნება რომ რომეო მიქაუტაძის დაკავება არ იქნება ამ შემთხვევაში ბოლო და შესაძლებელია იგივე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მხოლოდ ოპოზიციონერების გვერდით ქართული ოცნების ყოფილი თანაგუნდელებიც ვიხილოთ კორუფციაში დადანაშაულებული. ფიქრობთ, რომ ამით ქართული ოცნება შეძლებს და რაღაცნაირად პოლიტიკურ ქულებს დამატებით დააგროვებს? დიახ, აი მართლაც ესეთი კომპლექსური კითხვა არის, ვეცდები კომპაქტურად ჩამოვაყალიბო ჩემი პასუხი. პირველი საკითხი, რაც შეეხება ძალაუფლების ცენტრის გადანაცვლებას თუ ჩანაცვლებას ქართული ოცნების რიგებში, მიუხედავად იმისა, რომ პიონერული ფრთა ქართული ოცნების უფრო და უფრო შედის ძალაუფლებაში და აჩოჩებს ეგრეთ წოდებულ კომკავშირულ ფრთას, რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია ძალიან თვალსაჩინო არის. მე აი ამ ცვლილებებს სწორედ პიონერების გაძლიერებას ასე ვუწოდე, ამ პიონერთა თაობის, უფრო სწორედ პიონერთა თაობის გაძლიერება უწოდე ქართული ოცნების წიაღში, მაგრამ ერთი რამ ფაქტი არის, რომელი ფრთაც არ უნდა ჭარბობდეს, მე მაინც მეეჭვება, რომ საპატიო თავმჯდომარის მხრიდან ეს პროცესი იქნეს ასე მიშვებული და მასთან საკუთარი სიტყვა და გავლენა ამაზე არ ქონდეს. საკუთრივ სისტემა, რომელიც აგებული არის, ძალიან მნიშვნელოვნად ეფუძნება მის გავლენას, მის ჩართულობას საქმეში, მის სიტყვას, მის წონას, ფინანსური იქნება, პოლიტიკური თუ სხვა, ამიტომ სხვაგვარად ეს აი რო წარმოვიდგინოთ აი პირამიდა, რომლის მწვერვალი არის, მაგრამ მწვერვალი ამოვატრიალოთ, აი ეს მწვერვალი არის სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ეს პირამიდა ამ მწვერვალის გარეშე შეიძლება დაიფშნეს. ეს ერთი თქვენ ასამბობთ, რომ არც გომელაურის, არც ღარიბაშვილის, არც ლილუაშვილის გაშვება თანამდებობიდან წასვლა, მოდი ასე ვთქვათ, როგორც თვითონ თქვენს ივანიშვილის გარეშე არ მოხდებოდა და თუ კი ლილუაშვილს მაგალითად დაიბარებენ გამოკითხოზე, იმიტომ რომ მასთან დაკავშირებით მისი ხელმძღვანელობის დროინდელ სუსთან დაკავშირებითაც გაჩნდა სამართლებრივი შეკითხვები და ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ეს საჯაროდ განაცხადა, ივანიშვილის გარეშე ეს არ მოხდება. მეეჭვება. კუცბელად გითხრათ მეეჭვება, რამდენადაც შეგვიძლია ვიმჟელოთ სისტემის ბუნებაზე და არსზე, ნებისმიერი სხვა დაშვება ალბათ უფრო მოწყვეტილი იქნება რეალობას. კიდევ ერთხელ რაც შეეხება ამ ჩანაცვლებებს, მაინც მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი დაპირება თაგანი ახლა ამ ეტაპზე ქართული ოცნების შეიძლება იყოს როგორც ძველ რომში პური და სანახაობა, შეიძლება ეს დაჭერების ან დაანონსება კორუფციასთან ბრძოლა შეიძლება ასეთი სანახაობის ატრაქციონის დაწყების ერთ-ერთი ეს თქვა შესაბალი იყოს ამ სერიაში. აქაც ახლა ჩვენ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბატონი მიქაუტაძის დაკავება იმ მუხლით, რომელიც კორუფციას, მერქთამეობას უკავშირდება, რა თქმა უნდა, ვერ ჩაიკეტება მხოლოდ ერთ ადამიანზე, იმიტომ რომ მერქთამეობა სუმცირე მოიცავს ორი ადამიანის მონაწილეობას სუმცირე. მე არ შეიძლება ვიყო რთამის ამღები და რთამის მიმცემი ამავე დროს, ხო? ამიტომ ალბათ ეს სქემა ჩაიშლება და ჩვენ ვიხილავთ გარკვეულწილად გაგრძელებას. რა თქმა უნდა, აქაც მე ახლა ეს არ არის ჩემი საზრუნავი, ქართული ოცნება როგორ დაიცავს ბალანს, რომ იმენად შორს არ შეიყვანოს ეს პროცესი, რომ ისე ვთქვათ, აავნოს მის რაღაც წიაღში უფრო მგრძნობიარე ინტერესებს. მაგრამ ეს უკვე მათი საფიქრალი არის. თუ ამ საზომს გაცდებიან, ამ ბალანსს ვერ დაიცავენ, კიდევ ერთი საჩუქარი იქნება საპროტესტო მოძრაობისათვის, რომ ის უნიკალური ნიჭი, რაც ჩვენ ვთქვით, რომ თვითონ ექმნიან დღის წესრიგს, შეიძლება ამ შემთხვევაში მორიგი, აი საჩუქარი გვარგუნონ. კი ბატონო. ანუ მიქაუტაძესთან დაკავშირებით მინდა ჩაგეკითხოთ, თქვენ ამბობთ, რომ
გაგრძელდება ეს პროცესი, მიქაუტაძე არ იქნება ერთადერთი, ვისაც დააკავებენ, იმიტომ რომ თუ კი არსებობს დანაშაული, რასაც ქვია კორუფცია, აუცილებლად ჭირდება სულ მცირე ორი დამნაშავე, ხო? ქთამის მიმღები და თავის მიმცემი და ქთამის მიმღები. ანუ რა მიმართულებით უნდა ველოდოთ აი ამ სქემის ჩაშლას? მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე იყო, ანუ გაგრძელდება ეს ვერტიკალი, ასე ვთქვათ, სავარაუდო დამნაშავეებისა მიქაუტაძეზე ზემოთ მდგომ პირებში თუ შესაძლებელი რაღაცა არ მგონია საშუალო და დაბალ მენეჯმენტზე მოცდნენ. ბატონო ემა, ესე იგი ის ბრალდებები, რაც მიქაუტაძეს წარედგინა, ის სქემები, რაც ჩვენ მოვისმინეთ საჯარო ინფორმაციაში, იმდენად კომპლექსური არის, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, აი როგორ წარმოგიდგენია თქვენ საბრალდებო დასკვნა, რომელსაც პროკურატურა გადაუგზავნის სასამართლოს და ყველა ეპიზოდში იქნება მხოლოდ ერთი გვარი მოხსენიებული მიქაუტაძე. ეს ხო შეუძლებელი არის. ამიტომ რა თქმა უნდა, ჩვენი ლოგიკური განჟა და აბსოლუტურად ეს ვთქვათ სწორი ანალიზი კარნახობს იმას, რომ მოლოდინი ამ შემთხვევაში არის გამართლებული, რომ აი ამ ბადეში აი ძველი რომიო ვახსენე, სადაც დღეს ქართული ოცნების პრემიერმა იტრაბახა პურით, მაგრამ ეხლა საჭირო არის გართობა, შეიძლება ეხლა მე ცუდად გამომდის და რა თქმა უნდა ნებისმიერ ასეთ გაჭირვებაში შავარდნილ ადამიანს შეიძლება ჩვენ უნდა უთანაგზნოთ, მაგრამ სისტემა იმდენად მანკიერი არის ამ შემთხვევაში, რომ აი ემპათიის გზნობას არ გიჩნდება ხოლმე ადამიანს. ნებისმიერ ვარიანტში პასუხი ესეთი არის, ეს ბადე გაფართოვდება და ჩვენ ალბათ სხვა ფიგურანტებსაც ვიხილავთ ამ ბადეში მოქცევის. მის ზემდგომებს, ხო, საბარაუდოდ. ეხლა თვითონ ბატონი მიქაუტაძე საკმაოდ მაღალი თანამდებობის მოხელე იყო ხელისუფლების იერარქიაში. ეხლა იმაზე მაღალი მე არ მინდა სპეკულირება, რა თქმა უნდა, მასზე მაღალი ამ შემთხვევაში იყო მინისტრი და კიდევ უფრო მაღალი პრემიერ-მინისტრი. ეხლა დანარჩენი ჩვენ მოვისმინეთ ანდრიო ხანიშვილის გამოსვლა, რომელმაც ეს ვთქვათ ირიბად გააკრა უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც ვერ შეამჩნია ეს ამოდენა რანგის დანაშაულებრივი სქემები. ეს დაშინება არის, მინიშნება არის. ახლა შეიძლება ჩვენ იმის მომხრეს იმის მოწმენის გავხდეთ, უბრალოდ ვერ გავხდეთ მოწმენი ვერანაირი, ეს ვთქვათ, საჯაროდ ინიცირებული საბრალდებო დასკვნებისა და ამ შემთხვევაში საკითხები დაალაგდეს წიაღის შიგნით, სისტემის შიგნით. რაღაც ის ვთქვათ, გაცემით, ჩატანით, მიტანით, მაგრამ ვიმეორებ, ეს იცით როგორ არის, აი მოდით ესე გეტყვით რა. ჩვენ თავარია არ დავკარგოთ მხედველობიდან დიდი სურათი. მიუხედავად ვიღაცის მხრიდან სიმპათიისა თუ ანტიპათიისა, მიქაუტაძე ამ შემთხვევაში კერძო საკითხი არის. ნებისმიერი სხვა, რომელიც შეიძლება ამ ბადეში გაეხოს, მაინც კერძო საკითხი არის. ჩვენთვის თავარი არის, რომ სისტემა დაირღვეს და მის ნაცვლად იქნეს აგებული ჯანსაღი სისტემა. ეს არის თავარი. ამიტომ თუ ჩვენ აქეთკენ ვიყნებით ყურადღებით მიმართული, მაგრამ მე მაინტერესებს, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ჟურნალისტებს აინტერესებთ კერძო საკითხები, მაგრამ კერძო და დიდი ამ შემთხვევაში არ უნდა განვასხვაოთ. თვითონ სისტემა არის იმგვარად მორგებული, რომ კიდევაც თქვი, რომ აი სამ ელემენტს ფუძემდებულ ელემენტს უკავშირდება. ერთი არის, რომ იმ ვთქვათ ნამცხვრის განაწილებაში ყველა თავისი ნაჭერი აქვს, ზოგს დიდი და ზოგს მცირე, მაგრამ ნაჭრის ქონა ფაქტიურად არის ნიშნავს მიჯაჭვულობას სისტემასთან, სისტემის მაგიერებასთან. მეორე არის უფრო ესე ვთქვათ, აი დასმენის ელემენტზე, კომპრომატების ქონაზე დაფუძნებული და მესამე არის შიში. თუ შენ გაცდები, თუ შენ რაღაც ვთქვათ აბერაციას გადახრას ექნება ადგილი უღალატებ სისტემის დააწერილ თუ